მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ტელეკომპანია PKTV-ის პირდაპირ ეთერში მუშაობ სოციალური ქსელებისთვის და შემდეგ ეს გადაცემა, თუ კი ჩავთვლით იმათ საჭიროდ, რომ ეს გადაცემა ასეთი სახით გავიდეს სატელევიზიო ეთერში, ტელეკომპანია PKTV-ისა, მაშინ გავუშვებ თუ არა და თემა, საკითხები, რომლებზედაც დღეს გვექნება საუბარი, ის აუცილებლად გაიშლება და შემდეგ კომპეტენტური პირები აღნიშნულ პრობლემატურ თემებზე, საკითხებზე ისაუბრებენ, ბუნებრივია ჩემთან ერთად, ზაქარია როჭიკაშვილთან ერთად და სხვადასხვა წამყვანთან ერთად ტელეკომპანია PKTV-ის ეთერში. მე ისიც არ ვიცი, გულწრფელად გეტყვით, საიდან და როგორ უნდა დავიწყო იმ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი, რომლებსაც საქართველოს გაყიდვა გვია. მე ერთს გეტყვით, პირველ რიგში უფალო იესო ქრისტე შეგვიწყალენ ჩვენ, ამით მინდა დავიწყო და უფალმა იესო ქრისტემ მოგცეს ძალა, რომ გავუმკლავდეთ იმ პრობლემებს, რაც დღეს განსაკუთრებით ხდება საქართველოში და არა მარტო დღეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მომდინარე არის 1992-იანი და იმის შემდგომ პერიოდიდან, როდესაც საქართველო უკვე განსაკუთრებულად მძიმე პირობებში აღმოაჩინეს და ქართველიერი და როდესაც საქართველოს მიენიჭა განვითარებადი ქვეყნის სტატუსი და როდესაც საქართველო ნაწილ-ნაწილ გოჯა-გოჯა დაიშალა. ჩვენი კარგად იცით თქვენ, რომ არა მარტო ტელეკომპანია PKTV-ისა, არამედ მთლიანად ქართველი ერისა, როგორც ეს ილია ჭავჭავაძემ გვითხრა სამი სიტყვით, პრინციპი ჩვენი გადარჩენის არის მამული ენასარწმუნოება და სწორედ აი ამ პრინციპიდან უნდა ამოვიდეთ, თუ გვინდა მართლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. ამას წინათ დავა გქონდა იმ საკითხზე, რომ ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმეერიო, როდესაც ილიამ თქვა და შემოუძახა ქართველებს მაშინ, როდესაც ილიას ძალიან სტკიოდა, მაგრამ ილია დღემდე ცოცხალია, წმინდანად არის შერაცხული და ეს სიტყვები ვფიქრობ, რომ დღევანდელ საქართველოს უფრო მეტად ესადაგება, თუმცა გვაქვს კიდე საქართველო ეგეც არ ვიცი, უფრო მეტად ესადაგება, ვიდრე მაშინ ესადაგებოდა, როდესაც ილია ამას ამბობდა. იქვე ილია ჭავჭავაძე გზავრის წერილებსაც წერდა და ლელდღუნიას ალაპარაკებდა, რომ აი ეს ლოზუნგი, ეს დევიზი და პრინციპი, რომ ჩვენივე თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო, ილია მაშინვე ათქმევინა ლელდღუნიას. იქვე, როდესაც ალექსანდრე ყაზბეგი გვეუბნებოდა ნამწყემსარის მოგონებებში, იგიც დაახლოებით ასეთ პრინციპს ატარებდა, გახსოვდეს ვისი გორისახარო. მე ეს ყველაფერი იმიტომ შეგახსენეთ, იმას კი არ გეუბნებით, რომ თქვენ ეს არ იცით, მაგრამ უბრალოდ შეგახსენეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვახსოვდეს ვისი გორისანი ვართ, რომ ვინ ძლო ქვეყანა არ გავაცინოთ და ისიც გვახსოვდეს, რომ ჩვენივე თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს და რომ ნიკოლოზ რქიფანიძემ რომ გვითხრა საუკუნის წინათ და ეს სიტყვები დღემდე ესადაგება ჩვენს ბედკრულ საქართველოს, იყიდება საქართველო თავის მინიატურაში, გვითხრა იყიდება საქართველო მინდორველით, მთაგორით, ტყით, ვენახით, სათესით და აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მაშინაც და დღესაც ასეთი მოღალატენი ძალიან მრავალრიცხოვანი იყვნენ. ოღონდ მე ასე მგონია, რომ ერთი-ორი თუ გამოერეოდა არა უბრალოდ ქართული გვარით, არამედ ჯიშითაც ქართველი ამ მოღალატეთა რიცხვში, მაგრამ დღეს ასე მგონია, რომ უბრალოდ გვარნაყიდი ქართველები, ანუ ქართულად გვარნაყიდები არიან, მე აღარ მინდა სიტყვა მანქურთი და ასე შემდეგ გამოვიყენო, აი ასეთი ადამიანები არიან სწორედ იმ მოღალატეთა რიცხვში, იმ მოღალატეთა სიაში, რომელსაც არც ერთ შემთხვევაში სულით და ჯიშით ქართველი არ ქვია. და სწორედ ასეთი ადამიანები გვიყიდიან საქართველოს. დღევანდელი გადაცემის საკითხი და
დღევანდელი საქართველოს პრობლემა, უпростоრედ დღევანდელი გადაცემის საკითხი, პრობლემატური საკითხები არის სწორედ გაყიდული საქართველოს ამბები. მე დავიწყე გადაცემის დასაწყისში, ასე ვთქვი, რომ როდესაც საქართველო განვითარებადი ქვეყნის სტატუს ნაყიდი აღმოჩნდა. მე დამახსენდა ერთი მომენტი, რომ როცა მე მუშაობდი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, ერთ-ერთ სპეციალისტად, ეს იყო გადამისამართება და სტატუსების დეპარტამენტი და იქ მე ვნახე, როგორ ყიდულობდნენ არადევნილები სტატუს დევნილებისა, იმისათვის, რომ შემწეობა მიეღოთ. მე მახსოვს ძალიან ბევრი რამ, როდესაც ასეთი ხალხი სოციალურ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ასეთი ტერმინი რომ გაჩნდა და ჩაიწერა შესაბამის კანონპროექტში თუ კანონში, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ გაჩნდა სტატუსი ადამიანების, ზღვარს ქვემოთ მყოფების. მე მაშინ გამეკვირდა, გულწრფელად გამეკვირდა და ვერ მივხვდი, რომ ჯერ სიღარიბე მითხარით და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ კიდევ რანაირი უნდა ყოფილიყო ადამიანი. მაგრამ ეს სტატუსი რაღაცნაირად მოიდგეს ადამიანებმა და ძალიან ბევრმა უკვე დაიწყო ამ სტატუსის ყიდვა. ყიდვა იმისათვის, რომ ოღონდ შემწეობა მიეღოთ და ისინი ართაკილობდნენ ამ სოციალურ სტატუსს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებისა. მთელი ჩვენი უბედურება ის არის, რომ როდესაც პირველად ჰუმანიტარული დახმარების ტანსაცმელი შემოყარეს პროდუქტები, საჭმელი პროდუქტები, საკვები პროდუქტები, არც მაშინ არ გავაპროტესტეთ, იმიტომ რომ უკვე ნაყიდი ჰქონდა სტატუსი, ნაყიდი და არა მორგებული უბრალოდ. ამ სტატუსსაც ყველა სტატუსი იყიდება იმისათვის, რომ მე ადამიანებმა შემწეობა მოითხოვონ და დახმარება მოითხოვონ. რატო ვაკეთებთ ამას და რატო ვირგებთ ამ სტატუსს, როდესაც ჩვენ არაფერი საიმისო არასოდეს არ გვიჭირდა. მე მახსოვს, ბავშვობაში გოგი აუიშვილს მასწავლიდნენ და საახალწლოდ კალანდობას, როდესაც მისი საჭმელების სიას გადავხედეთ, ხო, რო გვასწავლიდნენ, არა მარტო ქათამი, არამედ ინდაური იყო, იქ საცივი იყო, ესე იგი წარმოიდგინეთ ყველაფერს, ხო, თავისი პროდუქტები ჭირდებოდა, იქ ნიგოზი, იქ ყველაფერი, იქ გოჭის ხორცი, იქ მთელი რაღაცეები და ამ დროს გოგია უიშვილი, იმიტომ იყო გვარად უიშვილი, რომ მას ძალიან უჭირდა. და დღეს, როდესაც სახალხოს უფრაზე ძალიან ცოტას თუ გვაქვს ეგ ბედნიერება, რომ მსგავსი პროდუქტები დავილაგოთ მაგიდაზე, საახალწლო სუფრაზე, ჩვენ ტაშს ვუკრავთ სიხარულისგან. არა და ამ დროს აღმოჩნდება, რომ ჩვენ თურმე შეჭირვებული ადამიანები ვართ, ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ როგორც ჩანს ის მოვირგეთ, რაც ჩვენ მოგცეს და რაც ჩვენ მოგვანიჭეს. რატომ მივიღეთ მერე? რატომ არ დავუდექით იმ ადამიანს, იმ ცხონებულს გვერდით, როდესაც ამბობდა, რომ პრივატიზაციის დრო ჯერ არ იყო, ამიტომ განუდგა სიგუა მას და ამიტომ აუჯანყდნენ ერთ-ერთი ძირითადი მიზანი და მიზეზი ამ საქართველოს დანგრევისა და ზვიადისგან, პრეზიდენტისგან განდგომისა იყო, რომ მან იმაზე, რა ქვია, პრივატიზაციაზე, მიწის პრივატიზაციაზე თქვა უარი. ჯერ არ იყო დრო და მით უმეტეს, როდესაც რომელ განვითარებად ქვეყანაზე და რომელ ამ შეჭირვებულ მდგომარეობაზე შეიძლებოდა პრეზიდენტი დაგლაპარაკებოდა, მაშინ როდესაც ის ძალიან მაღალ მატერიალურ ამ თემებზე გველაპარაკებოდა და საქართველოს ის წარმოაჩენდა მაშინაც კი, როდესაც ის ამბობდა საქართველოს სულიერ მისიაზე, რომ გვესაუბრებოდა. ამიტომ ჩვენ ვერ მივიღეთ ის,
რაზედაც გველაპარაკებოდა, ალბათ ასეთ ადამიანებში, გამყიდველ ადამიანებში არ იყო ის ზემაღალი კულტურა, რომელსაც ჩვენ უნდა გავყოლოდით და შეჭირვებული ადამიანების, გაჭირვებული ადამიანებისა და მით უმეტეს ძალიან მეტის მეტად ღარიბისა და ვიღაცეების მთხოვნელთა რიგებში, აი რაღაცის მთხოვნელთა რიგებში უნდა ჩამდგარიყავით. ეს ჩვენი კულტურა არ არის. ამიტომაც გაგვიხადეს ქვეყანა წაბილწული, გაგვიხადეს ქვეყანა უკულტურო, განათლება წართმეული და აბსოლუტურად აი ყველაფერი პირველი რომელიც გააკრეს ეს იყო წიგნების მაღაზია. იმიტომ რომ გაუნათლებელ ქვეყანას, განვითარებად ქვეყანას რა ჯანდაბად ჭირდებოდა წიგნები. აი ყველაფერი აბსოლუტურად მოსწეს, ეს ცოცხალი ორგანიზმი მოგვისპეს. მე სკოლიდან ნელ-ნელა ამოიღეს ისეთი კლასიკოსების ნაწარმოებები, რომელთა ნაწარმოებებით ჩვენთვის ძალიან სულიერად ღირებული იყო. მოგვისპეს ეს ყოველივე. მე გაჩნდა დასმენის ინსტიტუტები და ყველაფრის პარალელურად უცებ გაჩნდა ძალიან ბევრი და საჭიროდ აუცილებელი უმაღლესი სასწავლებლები, რომელსაც ყველას დაერქვა უნივერსიტეტი ან აკადემია. ასეთ განვითარებად და განუვითარებელ ქვეყანას რაში ჭირდებოდა ამდენი აკადემია და ამდენი უნივერსიტეტი, აი ეს მე ვერ გამეგო ვერც მაშინ, ვერც ახლა ვერ ვიგებ, მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე იმიტომ არის საჭირო ამდენი ეგრეთ წოდებული განათლების სამჭედლო, თანაც უმაღლესი განათლებისა განუვითარებელ ქვეყანაში, რომელი სადღაც ბავშვები აი ასე, ხო არიან ბავშვებთა რაოდენობა, რომლებსაც გამოზრდიდნენ, გამოწვრთნდნენ, იმას აუცილებლად უცხოეთში უშვებდნენ, იქიდან გამომდინარე, ან იძულებულს ხდებოდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქ სამუშაო ადგილები არ ქონდათ. აი ეს ძალიან მძიმე მოსასმენია და მე უბრალოდ ვაჯამებ ყველაფერს 90-იანი წლებიდან, როდესაც კანონიერი ხელისუფლება განდევნეს აი ასეთმა შეჭირვებულმა, ტვინით შეჭირვებულმა და ფულით გასქელებულმა გამაძღარმა ადამიანებმა განდევნეს ის კანონიერი ხელისუფლება, რომელიც მართლა ქართული ორიენტაციისა იყო და ამის შემდეგ და ჩაკლეს ის ადამიანები, იმ ადამიანთა ძახილი, იმ ადამიანთა პროტესტი, რომელთაც მართლა გულში ქართული, უпроსტოდ მკერდში ქართული გული უწევდათ და ძარღვებში ქართული სისხლი უდუღდათ. რამდენი გოგო ბიჭი გაანადგურეს, რამდენი ადამიანი დაასახიჩრეს, რამდენი მოკლეს, რამდენი ციხეში გაუშვეს. იმიტომ რომ მათ იდეა ჰქონდათ ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისა და ქართული სახელმწიფოს ისევ შექმნისა, იმ ეროვნული ღირებულებებით სავსე სახელმწიფოსი, რომელიც ზვიად გამსახურდიამდა მერაბ კოსტავა მოგვიტანეს, მაგრამ ჩვენ კი არა იმათმა ვერ დააფასეს, აი ვიღაცებმა, რომლებიც შეჭირვებულთა რიგებში ჩადგნენ. მე წერან ვთქვი და მე აღარ განვაგრძე, როდესაც მეორადი პროდუქტები შემოყარეს საქართველოში. მეორადი პროდუქტები რას ქვია? ჰუმანიტარული დახმარება ეგრეთ წოდებული. იმიტომ რომ განვითარებად ქვეყანას, ნაომარ ქვეყანას, გაუბედურებულ ქვეყანას, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ უკვე თან სტატუს მინიჭებულ გაუბედურებულ ქვეყანას აუცილებლად ჭირდებოდა დახმარება. დახმარება ტანსაცმლით, ვიღაცის გამონაცვალი ტანსაცმლით, გადაყრილი სანაგვაზე გადაყრილი ტანსაცმლებით, მოკლედ იქ შეგროვილი ალბათ სხვადასხვა ქვეყანაში ალბათ რომ აღარ ჭირდებოდათ ის ტანსაცმელი, როგორც ხდება ხოლმე, გადმოგვიყარეს ასეთი ტანსაცმელი, საცვლები, ქუდები, მოკლედ ჩასაცმელდასახური, ფეხსაცმელი და პარალელურად კვების პროდუქტები, რომლებიც აბსოლუტურად გადაგასული იყო. ტანსაცმელები იყო ერთი პერიოდი, იმასაც ამბობდნენ, რომ მიცვალებულების ტანსაცმელს გვიგზავნიანო, ანუ მიცვალებულებს რომ ეცვათ და მე ისო კარგად მუშავდებაო და ასე შემდეგ. ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი. ამას მე ვაპროტესტებდი თავის დროზე, როდესაც ქართველ ერში ხედავდი, რომ სიამაყეს კლავდნენ თუნდაც აი ამ ვაი დახმარებით. და შემდეგ ისევ ამ ეგრეთ წოდებულმა შეჭირვებულებმა და ეგრეთ წოდებულმა სტატუს ნაყიდმა ადამიანებმა ეს ჰუმანიტარული სახით შემოსული დახმარებების გაყიდვა დაიწყეს. დაადეს სასწაული ფასი ჯერ დაბალი,
შემდეგ ნელ-ნელა აუწიეს ეგრეთ წოდებული სტავკა, ანუ ნიხრი და შემდეგ საკმაოდ გააძვირეს. და დღეს თბილისის, არა მარტო თბილისის ქუჩებში, არამედ გაიხედეთ საქართველოს მთელ რეგიონებში ასეთი ეგრეთ წოდებული მეორადი მაღაზიებია. მეორად მაღაზიებში ეს არა მარტო პროდუქტებია, უпростоед არა მარტო ჩასაცმელ დასახურია და იქვე კიდე ხას უსვამს საცვლებიც კი, რომელიც წესით ალბათ აი ასე თუ მართლა შეჭირვებულია და აი ამდენი მომრავლებული მოწყალების მთხოვნელი, იმათ უფასოდ უნდა დაურიგდეთ, მაგრამ არა საცვლები, საცურაო კოსტიუმები. აი ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი ფასი ღირს და ფეხსაცმელები, რომელსაც ალბათ ზოგს სოკო აქვს გაჩენილი, ზოგს ასე შემდეგ და ადამიანების უმეტესობა დაავადებულია კანის დაავადებითაც და სოკოთიც და ნუ ეხლა მე ექიმი არა ვარ და ამდენ დაავადებებს წინ ვერ წამოვწევ. მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცა ასეთი შეჭირვებული სტატუსნაყიდი ადამიანი აუცილებლად ხელს ითბობს გაჭირვებული ადამიანებისგან, რომლებიც თავისი შეჭირვებული სიტუაციის გამო ვერ ყიდულობენ მაღაზიებში და ყიდულობენ ეგრეთ წოდებულ მეორად მაღაზიებში, მეორად პროდუქტებს, თუ რა ვიცი, ნახმარ პროდუქტებს და თბილისში და საერთოდ საქართველოს ყველა კუთხეში არის გახსნილი ეგრეთ წოდებული სუპერმარკეტები, სადაც ვადაგასული პროდუქტები იყიდება. მე შემიძლია ვთქვა, თუნდაც ახლა მე პირადად არა ვარ მომხმარებელი მაღაზიათა ქსელის ორი ნაბიჯისა, მაგრამ როგორც ამბობენ, იქ გამზადებული მზა საჭმელები, რომლებიც იყიდება და ასევე ჩვეულებრივი პროდუქტები არის ვადაგასული, რომელსაც ახალი ეტიკეტი აკრავს და თან წარმოიდგინეთ, რომ ეს ხო გაყალბება არის ამ ყველაფრის და ამაზე შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იმუშაონ. და თუ ეს მართალია, რა თქმა უნდა, რა ინფორმაციასაც გაწვდით თქვენ, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია არა მხოლოდ ჩემთან არის მოსული, არამედ სოციალურ ქსელში არის გავრცელებული და ასევე არის დაბინძურებული სხვადასხვა ჭიებით თუ მით, იმიტომ რომ ვადაგასულია ეს პროდუქტები და მე მაგალითად პირადად შევხვდი, ოღონდ არა ორ ნაბიჯში, არამედ ნიკორაში ვიყიდე, მაღაზიათა ქსელ ნიკორაში, ამ ზაფხულს ჰერკულესი ყუთში შეფუთული, რომელსაც 1 წლის ვადა ჰქონდა კიდევ და რომ გავხსენი ჩვენი კლინიკის დიასახლისმა აღმოაჩინა, რომელსაც უნდა მოემზადებინა ეს ჰერკულესი ჩემთვის, აღმოაჩინა, რომ ის იყო ჭიებითა და მატლებით სავსე. ასე რომ ეს მარტო ორ ნაბიჯში კი არა, იგივე ნიკორაშიც მე ახლა თვითონ თანამშრომლებს არ ვედავები, უბრალოდ ვინც ამარაგებს და ვინც არის აი ამ ქსელის წარმომადგენელი, ხელმძღვანელი და ასე შემდეგ, ანუ ამ სისტემაში როგორც ხდება მომარაგება თუ ასე შემდეგ, დამნაშავეა ის, ვინც აი ამ ძველ პროდუქტს ახალი იარლიკით ფუთავს. და აი ისე აწვდის მომხმარებას, მაგრამ ჩვენ ხო ხმას არ ვიღებთ. ჩვენ ხო მივეჩვიეთ იმას, რომ მთავარი არის, რომ ჩვენ შეჭირვებული სტატუსი გქონდეს და ყველაფერზე თანახმა უნდა ვიყოთ, ოღონდაც მივიღოთ აი ეს მოწყალება. ავად სახსენებელი კომუნისტების პერიოდში თქვენ მე ყოველ შემთხვევაში ბავშვი ვიყავი თუ ახალგაზრდობას ვიწყებდი, კომუნისტური ეპოქა როცა დამთავრდა, მე მაინც მოვესწარი ხო, მე მქონდა ლაღი და ძალიან ბედნიერი ბავშვობა, მე არ ვიცი ვის როგორ ქონდა, მაგრამ მე პირადად ბედნიერი და ლაღი და განათლებული ბავშვობა მქონდა, მართლა დაწყებული საბავშვო ბაღიდან დამთავრებული სკოლის ჩათვლით და შემდეგ უკვე უნივერსიტეტი დავამთავრე 88-ში და მაშინ დაიწყო ყველაფერი, მაგრამ მე იმასაც მოვესწარი, რომ ჩვენ ვიყავით მართლა დამოუკიდებლები და მიხაროდა ეს, რომ ეროვნული სტატუსი გქონდა. ახლა ამ სიტყვა ეროვნულსაც მინდა ხაზი გავუსვა. როდესაც აი ეს ჩვენი ეროვნულობა წარმოვაჩინეთ და ჩვენ ვიყავით ბედნიერები და
ძალიან საყვარლები, როდესაც კი იყო გადამწვარი, გადამწვარი არა, ეს გადამწვარი შემდეგ ხდება, იყო აქციები, იყო მიტინგები, იქ იმდენად კულტურა ჰქონდა გამჯდარი, თუნდაც იმ კომუნისტურ ეპოქაში გაზრდილ ადამიანებს, რომ საღორეს არ იყო დამსგავსებული ის ადგილები, სადაც აქციები იმართებოდა. ჩვენ ძალიან სუფთად ჰქონდა ის ტერიტორია, სადაც ვიდექით და ასევე ძალიან კულტურულად ვიდექით აქციებზე. ეს ჩვენ კომუნისტური თაობის ეპოქის ადამიანებზე მაქვს საუბარი. სკოლას გავდა, საშუალო სკოლა ერქვა, განათლებას გავდა. კი, იყო მაშინაც კორუფცია და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე პირადად უნივერსიტეტში როცა მოვეწყე, მე არ მყოლია არც რეპეტიტორები და არც გამივლია ის, რომ რაღაცა უნდა მომზადებულიყავი სპეციალურად და მე ისე უნდა ჩამებარებინა. არც ჩემ მშობლებს არ ჰქონდათ იმდენი საშუალება, რომ ჩემს რეპეტიტორებში ფულები ეყარათ, ან ჩემს მოწყობაში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომელიც მაშინ საკმაოდ ძლიერი ფაკულტეტი იყო და იქ მოხვედრა ადვილი არ იყო. ჩემ მშობლებს ჩემთვის ეს ადგილი არ უყიდიათ, ანუ სწავლა განათლება გადიოდა და სწავლა განათლებას თავისი ადგილი ჰქონდა. მაგრამ როდესაც კანონიერი ხელისუფლება განდევნეს საქართველოდან და განდევნამდე პუტჩი წამოიწყეს, ამ პუტჩს ვინც აფინანსებდა, ეს არა ერთგზის ჩემი გადაცემებიდან მithქვამს და ამას აუცილებლად გამოძიება ჭირდება და თუ მართალია რომ ისინი აფინანსებდნენ იმათი ხელით აფინანსებდნენ, ვინც დღეს ერთი მეკარფურე ყავს, პლუს მას შევარდნაძე და შევარდნაძის ბრწყალებში გამოზრდილი შვილები, რომელსაც მიშა სააკაშვილი ქვია, მათთან ერთად მათი შემოტანილი ფულით, ანუ იმპერიებიდან და არა მარტო რუსული იმპერიიდან, არამედ ამერიკიდან და ასე შემდეგ, ახლა მე შორს აღარ წავალ, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, აი ამით დაამხეს საქართველოს ხელისუფლება, აი იმ გადამწვარ თბილისშიც კი, გადამწვარ საქართველოშიც კი, აოხრებულ სამეგრელოსა და გაყიდულ აფხაზეთშიც კი, ჯერ კიდე იყო იმ 90-იან წლებში ერთმანეთის სიყვარული შენარჩუნებული და რატომ? ჩვენ იმ ეპოქიდან მოვდიოდით, როდესაც არც მათხოვარი ვიცოდით და შემწეობის მთხოვნელი ალბათ 1000-ში ერთი თუ გამოჩნდებოდა ხელგამოწვდილს, ვერავის ნახავდით ქუჩაში. ჩვენ ერთმანეთი რომ გავიდოდით ქუჩაში, უბანი ერქვა და იმ უბნის ადამიანები ერთმანეთზე შეყვარებულები ვიყავით, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, შეყვარებულობას იმას ვიძახი, რომ უბანი ისე არ გამოგიშვებდა სხვა უბანში, ან უბნის გარეთ ისე ვერ გახვიდოდი, თუ უბნის ბიჭები, რომლებიც უბანს აკონტროლებდნენ, მათ რაღაცა არ მოეწონებოდა ჩვენში, ანუ ან გოგონებზეც არის საუბარი და მით უმეტეს ქალურად მოძრავ ბიჭებზე ხო საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი. შესაძლოა ესენი იყვნენ ასეთი ადამიანები, ანუ ქალურად ნაზი ბიჭები, მაგრამ იმათ ალბათ თავისი ადგილი და თავისი გარკვეული ადგილები ჰქონდათ, სადაც ხდებოდა მათი შეკრება. ყოველ შემთხვევაში ტაბუდადებული თემა იყო და ალბათ ასე ტაბუახდილი თემა ამ საკითხებში არაფრით არ შეიძლებოდა. გოგონას, რომელსაც არ უხდებოდა შარვალი, გოგონას, რომელსაც არ უხდებოდა მოკლე კაბა, ის ამას ვერ ჩაიცმევდა. ის უნდა გამოსულიყო უბნიდან, აუცილებლად სწორად ჩაცმული, სწორად ვიძახი, რაც შეეფერებოდა მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიჭები ითაკილებდნენ და ამიტომ სხვა უბნის ხალხს ამ თავის უბნის გოგონებს არ შეარცხვენინებდნენ. თუ კი ვთქვათ, ეს გოგონები ოჯახიდან ვერ გამოვიდოდნენ ისე სათანადოდ ჩაცმულები. უბანი დაიკარგა. ყველაფერი დაიკარგა და მაგრამ 90-იან წლებში ჩვენ რომ აი ეს გამოვლილი გქონდა მანამდე ეს ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა,
თუნდაც უბნური გარჩევები და რაზე იყო შეჯიბრებითობის გამო იყო ან გოგოს გამო იყო ეს რაღაცა საქმიანი გარჩევები თუ აი ესეთი რაღაცები ალბათ იშვიათად ხდებოდა დანის ხმარება და თუ ვინმე შემთხვევით დაიჭრებოდა ან მოკლავდნენ ის იყო არა მარტო უბნის ტრაგედია არამედ მთელი თბილისის ან იმ კუთხის ტრაგედია, სადაც ასეთი დანაშაული შეიძლებოდა მომხდარიყო. ჩვენ ერთმანეთს მაშინ პატივს ვცემდით, ჩვენი კულტურა იყო ზეამაღლებული. და ამიტომ 90-იანელთა პერიოდში ჩვენ ხო 80-იანელთა თაობას გვეძახდნენ 90-იან წლებში, აი როდესაც უკვე კანონიერი ხელისუფლება განდევნეს, თუნდაც იმ პუტჩის პერიოდში ჩვენ ერთმანეთი გვეყვარდა. იმიტომ რომ შეუძლებელი იყო რომ ქალაქ თბილისელს ანუ თბილისელი ეს იყო საპატიო წოდება. თბილისელს შეუძლებელი იყო რომ ერთმანეთი არ ყვარებოდა. და ამიტომ როდესაც თბილისელები ერთმანეთს რაღაცა შეჩერებულ რაღაც დაბომბვის პერიოდში შეხვდებოდით ერთმანეთს ან მაშინ ხო ტრანსპორტიც არ იყო ან ესეთი რაღაცა იცი აუცილებლად გეტყოდნენ დაიკო საით მიდიხარ და შენ არ გეშინო და მასთან ერთად გასვლის. მე ეს თბილისი მომენატრა არა 90-იანების დანგრეული თბილისი კი არა მე ჩემი თბილისი მომენატრა და მოდით ახლა გადავიდეთ იმ საკითხზე მე ახლა ეს პატარა მიმოხილვა არ ვიცი ეს რამხელა მიმოხილვა ან როგორი მიმოხილვა გავაკეთე მაგრამ გადავალ ახლა რადგან თბილისზე ჩამოვარდა საუბარი და რა თქმა უნდა რადგან საქართველოსზე საუბრობ გადავალ უკვე იმ ძირითად საკითხზე, რასაც საქართველოს ტერიტორიულად დანაწევრება და დაყოფა და გაყიდვა ქვია. გაიქცნენ თბილისელები თბილისში აღარ არიან, ან სადღაც დაგვედგომება არ ვიცი. მე პირადად სიამოვნებით წავიდოდი ამ ქალაქიდან სხვაგან რომ მქონდეს სხვა ქალაქში წასასვლელი. იმიტომ რომ ვეღარ ვუყურებ ჩემს თბილის განადგურებულს დაბეჩავებულს, გაუბედურებულს ამდენი მოწყალების მთხოვნელებით სავსედ, რომელთან აი ეს მოწყალების თხოვნა სტატუს მინიჭებულების არ იყოს რაღაცა მოდური გახდა. რაღაცა თითქოს აი გაივლი უკვე მანქანით მიდიხარ ზედ შუქნიშნებზე პირდაპირ ამ მანქანისავალ გზებზე გივარდებიან ადამიანები რომლებიც გაიძულებენ რომ ფული მიცე. ვინიცობა არა გაქვს ფული შეიძლება მიგაწყებლონ კიდეც. ეს უკვე პროფესიად იქცა სამწუხაროდ. შემდეგ აი ეს გაკრული ლოზუნგები. იცით, როდესაც 90-იან წლებში ჟვანია რომ იყო პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტისა იმ პერიოდში ბულონის ტყედ იქცა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც ქალების ნაცვლად იდგნენ კაცები, ახალგაზრდა ბიჭები. რატო გავუსვი ხაზი ამ პერიოდს? მაშინ იმ პერიოდში წამოვიდა, რომ ტაბუ უნდა აეხადათ და ლეგალიზებული გამხდარიყო მეძავობის ინსტიტუტი და მით უმეტეს ახალგაზრდა ბიჭების ბრჭყალებში დასაქმების საკითხები. აი ამ კუთხით, რასაც ავეცე ახლა მამათ მავლობა თუ რაღაც ჯანდაბა ქვია. ანუ რაღაცა დაიყო კატეგორიებად ასეთი კატეგორიის ბიჭები, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს მე რომ დავიწყო თუ საიდან გაჩნდნენ ასეთი ადამიანები. როგორ გამრავლდნენ საქართველოში და მომრავლდნენ ასეთი ადამიანები, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, ეს ალბათ ცალკე გადაცემის თემა არის. იმიტომ რომ ამდენი წელია საგამოძიებო სფეროში ვარ ჟურნალისტიკაში და ბუნებრივია მინდა არ მინდა ვიცი ეს ინფორმაციები. და მეძავობის ინსტიტუტი, მამაკაცთა ეს მამათ მავლობის ინსტიტუტი ძალიან მოძლიერდა და ამასაც შეჭირვებული მომენტებით ხსნიდნენ. ტყუილია ეს სპეციალურად იყო პროგრამა იმისათვის, რომ ასეთი კატეგორიის მამაკაცები, ნუ იმათ თუ კიდე მამაკაცები ერქვათ, ისინი უფრო ადვილად საქმდებოდნენ და სამსახურს პოულობდნენ, ვიდრე ქალები, რომლებიც თუნდაც ვიღაცეების, თავის დროზე ვიღაცეების მაპატიეთ და საყვარელი გოგონები ან ქალბატონები იყვნენ. ანუ ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობა უკვე დეფიციტი გახდა და
თითქოს სამთლის საძებარიც კი გახდა, ოღონდაც ქალი და მამაკაცი თუ იქნებოდნენ ერთმანეთის სიყვარულები, აღარ არის აქ უკვე ცოლ-ქმრობაზე საუბარი. ოჯახის ინსტიტუტი მოიღვა და განსაკუთრებული პრიორიტეტი გაუჩნდათ ქალურად განაზებულ მამაკაცებს. როდესაც საქართველოში ადგილების სამსახურის უკმარისობა იყო, შეჭირვებულთა სტატუსებიც უკვე ძალიან მოდური გახდა, მათხოვრობა და ასე შემდეგ და რა ვიცი, უამრავი რაღაცი ბინძურეები ადამიანებს მერე გაუხსნეს საზღვრები და ვის პერიოდში მოხდა განსაკუთრებულად საზღვრების გახსნა 2016 წლიდან მახსოვს, როდესაც ვიზა ლიბერალიზაცია შემოვიდა, რომ ქართველებს ძალიან ადვილად შეეძლოთ უცხოეთში გაჭრა. და წავიდნენ ქართველები უცხოეთში. ვის დარჩა ტერიტორიები დარჩა ცარიელი, უპატრონოდ მიტოვებული სოფლები, უპატრონოდ მიტოვებული სახლები, უპატრონოდ მიტოვებული ქალაქები. სამაგიეროდ ქალაქები, რომლებიც გამშვენებული იყო მაღალსართულიანი, აკოკოლავებული რაღაცა სიმახინჯეებით და ეს სამშენებლო კომპანიები ძალიან მოდური გახდა. ანუ შეჭირვებულთა სტატუსმა მეორე შეჭირვებულ სტატუსში გადაიზარდა ეს პირველი შეჭირვებულთა სტატუსი, გადაიზარდა მეორე შეჭირვებულთა სტატუსი, ანუ გამდიდრების მსურველთა სტატუსი, რომლებისთვისაც სულ ერთი იყო, აღარც ინჟინერი იყო საჭირო, კვალიფიციური ინჟინერი, აღარც არქიტექტორი და ასე შემდეგ, თვითონ აშენებდნენ, თვითონ აგებდნენ რაღაცა ხუხულებს, რომელიც შეიძლებოდა სულ ცოტა ხანში ჩამონგრეულიყო, მაგრამ სამაგიეროდ ისინი ხელს ითბობდნენ და იშენებდნენ სახლებს. ამას ვისი დაკვეთით ასრულებდნენ? ახლა ისინი ისე ვერ გააკეთებდნენ, თუ რაღაცა დოკუმენტების გაყალბებას არ ქონდა ადგილი. და კიდევ ბევრი რომ არ გავაგზავნო, ისიც მინდა რომ ყველა თემას შევეხო, მაგრამ ისიც ვიცი რომ თქვენ აი ამ მიმოხილვებით შეიძლება ძალიან გადაგყალოთ და მოდით პირდაპირ გადავალ იმ საკითხზე, რასაც უკვე ტერიტორიების გაყიდვა ქვია. დღეს განსაკუთრებულად დღეს ატყდა ხმაური არაბიზაციასთან დაკავშირებით. ანუ სამშენებლო კომპანიაზე სპეციალურად ვისაუბრე, სამშენებლო კომპანიებზე და მე მინდა დავუკავშირო ამ ეგრეთ წოდებულ არაბიზაციას. სამშენებლო კომპანიები რომ მობრძალდა და სამშენებლო კომპანიებს რომ მიეცათ გზა ფართო, ესე იგი ვისთვის აშენებდნენ სახლებს? ეს შეჭირვებული, ანუ სტატუსნაყიდი ადამიანები და მართლა შეჭირვებული ადამიანები ქუჩაში კვდებოდნენ სიცივისაგან, შიმშილისაგან, უსახლკარობისაგან, ჭერი არ ქონდათ, ხუხულაც კი არ ქონდათ, რაღაცა პატარა ფიცრული, რომ იქ გაეთენებინათ ღამე. თუ ვინმემ დაისაკუთრა რამე პატარა ტერიტორია, მაშინაც ალბათ ფულს თუ არ ჩაყრიდა ვინმე სადმე, ანუ შესაბამის სტრუქტურებში, ისე ვინ მიცემდა უფლებას, რომ თუნდაც უნებართვო და ანუ ჩუმი ნებართვა, არალეგალური ნებართვით ეს ადამიანი შეჭირვებული ადამიანები აგებდნენ რაღაცა ბინებს. მე ეს ბინები ჯერ სააკაშვილის პერიოდში დაუნგრიეს ამ ადამიანებს, ახლა ხო მასიურად მიდის, აგერ ახლახანს აფრიკაში, აფრიკის დასახლებაში თურმე ეკლესიაც დაუნგრევიათ, იმიტომ რომ თურმე უნებართვოდ ყოფილა აგებულ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ეკლესია იყო, ეს ტაძარი იყო აგებული. ხალხო, არ გეშინიათ მაინც ღვთისრისთვის, მე არ ვიცი, აი ამ შეჭირვებულ ქართველებს რას უშვრებით, მართლა შეჭირვებულ ქართველებს. აი ეს სტატუსნაყიდი გაძღომის მსურველი ადამიანები. სად უნდა წაიღოთ ამდენი ფული? რისთვის უნდა წაიღოთ? იცი სად უნდა წაიღოთ ფული? უნდა მიცეთ არაბებს, ინდუსებს, ამერიკელებს, უკრაინელებს, რა ვიცი მე, ვინ ჩამოთვლის, რამდენი ჯიშის და ჯურის ადამიანი არიან აქ შემოყრილები. აი ამ ეგრეთ წოდებულ ტობილებს, რომლებსაც წინასწარ შეპირდეთ და წინასწარი გეგმა ჰქონდათ, ოღონდ ეს ხალხმა არ იცოდა. წინასწარი გეგმა ჰქონდათ იმისათვის, რომ ეს მიწები მათთვის მიგეცათ. ამიტომაც აშენებდით ამ ხელა კორპუსებს, იმიტომ რომ ასეთი კატეგორია, აი ეს, რა ვიცი მე, რაღაც უცნაური გარეგნობის ადამიანები და მით უმეტეს აი ეს ისლამისტები რაღაცნაირად
ცხონებული დეჩემი იტყოდა ხოლმე ტილები ვით მრავლდებიანო ღმერთო მაპატიე მე ამას შაყიდით კი არ ვიძახი სიმწრისაგან ვიძახი ძალიან მრავლდებიან და რაღაცა მომენტალურად მე არ ვიცი რამდენ თვიან ბავშვებს აჩენენ მაგრამ მათ ხო ერთი ცოლი კი არა რა ვიცი მე რამდენი მრავალცოლიანობა აქვს ხო ესე იგი იმათ ერთი კორპუსი ბუნებრივია არ ყოფნით და მათ რამდენიმე კორპუსი ამიტომაც გაჩნდა ჯერ კიდევ რომელ წლებში ჩინური სოფელი ჩინური ქალაქი ამერიკული სოფელი მერე იქით სადღაც ქეთევან წამებულისკენ ახლა აი იქით ამ ხარეს ხო გაჩნდა აზერბაიჯანელთა დასახლება იქ კიდევ რაღაცა არ ვიცი რომელი ჯურის ხალხის დასახლებები ფონიჭალაზე და იქით რომ გადიხარ სართიჭალისკენ და ასე შემდეგ იქით ხო სულ მუსულმანთა დასახლებებია უმეტესობა აღარაფერს ვამბობ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე რომელსაც ქვემო ქართლი ქვია სამცხე-ჯავახეთი ქვია მე მახსოვს 2003 წელს ჯერ კიდევ შევარდნაძის მეფობის ეპოქაში პერიოდში მე მქონდა მაშინ ჟურნალი პრეს პრემიერი სამწუხაროდ ახლა ისე რაღაც სპონტანურად შემოვედი ეთერში ის არ ვიცოდი საიდან როგორ უნდა დამეწყო და ამიტომ პრეს პრემიერები არ წამომიღია თორე მე მაქვს ის ნომერი სადაც მე BP-ზე ვწერდი აი ამ ნავთობ კომპანიაზე კარგად იცით რომ ეს მილები ნავთობის მილები გასყდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში და არა მარტო ნინოწმინდაში მოკლედ მთელი საგარეჯოს რაიონის ბევრ სოფელს დაუბინძურდა არა მარტო წყალი მიწა იმიტომ რომ გაჟონა ამ ნავთობმა დაიწამლა ხალხი ჩვენ იმას აი მოწამლულ პროდუქტებს დღემდე ვიღებთ ასევე ქვემო ქართლში დმანისი ბოლნისი დმანისში რა მდგომარეობა არის, როდესაც მით უმეტეს როდესაც საყდრისია აფეთქეს ხალხო და აი ამ ოქრომ, აი ამ ნარჩენებმა, აი ამ მომწამლელმა საშუალებებმა მოწამლეს მთელი ნიადაგი. მთელი ეს ყველაფერი მე გვიკვირს რომ რატო გაჩნდა ამდენი ისო, რა ქვია, სიმსივნე და კიბო, აფთვისებიანი სიმსივნე გაახალგაზრდავდა სიკვდილიო. BP-ის ერთ-ერთი კომპანია თუ სათაო კომპანია აღარ მახსოვს ალბათ ერთ-ერთი კომპანია იყო ახალციხეში ჩვენ ჩავედით იმიტომ რომ მე მაინტერესებდა საზღვრების თემაზე მაშინ თურქი მესხების საკითხი ისევ იყო ჯერ ხო 40-იან წლებში როდესაც სტალინმა შემდეგ თურქი მესხები გაასახლა და ჩამოასახლა ქართველები სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე იმის შემდეგ მე რომ მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში 80-იან აი ეს იყო 88-99 და მე მოყოლებით ამ თურქი მესხების საკითხი ჩვენ რო არაბიზაციაზე ვლაპარაკობთ მარტო ის თურქი მესხები არ გვახსენდება ის თურქი მესხები რომლებიც მესხობაზე თავს არ დებდნენ და ამბობენ რომ ჩვენ თურქები ვართ ჩვენ არ შევიცვლით ჩვენ სარწმუნოებას, ჩვენ არ ვართ ქრისტიანები, რატო ვტენიდით სამცხე-ჯავახეთში? იმიტომ რომ მე მახსოვს მე ადიგენის რაიონში ვიმუშავე განაწილებით, როდესაც დავამთავრე 88 წელს უნივერსიტეტი სექტემბრიდან უკვე 88 წლის სექტემბრიდან ადიგენის გაზეთ განახლებულ მესხეთში მუშაობდი და ამიტომ ბევრი ინფორმაცია მაქვს იქიდან ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო საქართველოს ტერიტორიული დაპყრობა ისევ აი ამ ადამიანების ჩამოსახლებით, აი ამ გაურკვეველი ჯურის ჩამოსახლებით და ჯიშის ჩამოსახლებით უეგე მაგათ ჯიში ქვიათ. სამაგიერო ჩვენი საინგილო ჰერეთი დავყიდეთ, გავყიდეთ და მივაკუთვნეთ ვიღაცეებს. გარდაბნის რაიონს ულამაზესი სახელები ქვია სოფლებს. ვახტანგისში მითხარით სად არის რამდენი ქრისტიანი ოჯახი ცხოვრობს. ძალიან გთხოვთ მითხარით ქართველი აღარ ცხოვრობს, ხალხო აღარსად. ქართველები გაქცეულები არიან. დღეს მე არაბიზაციაზე მელაპარაკებიან, რომელთაც შეტენეს ჩვენი კინო რუსთაველი, რომელსაც მთელი აი ეს ტერიტორიები აჩუქეს, მიყიდეს რაღაცა გროშებში, იქ სათაო ოფისი უნდა აუშენონ, თუ რა ვიცი რაღაცა და აქეთ წარმოიდგინეთ რომ
მთელი კახეთი ინდუსებს აქვს ხელში ჩაგდებული, ალბათ არაბებს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მუსულმანები მოდებულები არიან, აი ეს ისლამიზაცია ბატონობს, თან კახეთი არაბებს, ინდუსებს, აი ამ რაღაცა უცნაურ ჯიშის ადამიანებს აქვს და კიდევ რომელ ისლამისტებს არ დაგვავიწყდეს, რომ პანკისის ხეობაში არის სოფლები, სადაც უმეტესობა არა მარტო ადგილობრივი ქისტები არიან, რომლებიც ადრე ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ შემდგომ მუსულმანები გახდნენ სარწმუნოებით, მაგრამ ქართულად ძალიან კარგად საუბრობენ და მე ძალიან მიყვარს ეს ადამიანები, არამედ არიან ლტოლვილი ჩეჩნები, მოკლედ ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოყვანილი ხალხი, იქვე არის დაღესტნის საზღვარი. ხალხო, ყველა მხრიდან საქართველოში არის მოდებული ისლამიზაცია და მარტო არაბებზე ნუ ვლაპარაკობთ. თურქი მესხები, ინდუსები, არ ვიცი რომელი ერთი შემოყრილია ეს ამდენი სპარსი, ირანელები, ჩინელები, პაკისტანელები, არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. აღმაშენებლის გამზირი, რუსთაველის გამზირი, სხვაზე რო აღარაფერზე არ თქვა და ვაგზლის მოედნის მთელი ტერიტორია თურქებს აქვთ ნაყიდი. თქვენ ეხლა მელაპარაკებით არაბიზაციაზე? რამდენი წელია ეს ტერიტორიები გაყიდულია და ჩემი პრეს-პრემიერი იცით როგორ დააჯარიმეს და სასამართლოები 7 წელი გრძელდებოდა იმაზე, როდესაც მე წერდი, რომ აღმაშენებლის გამზირზე თურქული ლოკანტებია, ანუ ეგრეთ წოდებული სასადილო, ლოკანტა თურმე თურქულად, ქართულად ნიშნავს სასადილოს, წესით იქ შაქარლამები და რაღაცეები უნდა იყიდებოდეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელი უბედურება ის არის, რომ მთელი ტრეფიკინგი მიმდინარეობს იქ. ქართველი გოგონები, მე მაშინ წერდი, 13 განსაზღვრული იყო ასაკი, 13-დან 30 წლამდე ასაკის გოგონები და ქალბატონები მუშაობდნენ თურქ მამაკაცებზე. ადგილებიც მქონდა ნაჩვენები, იმიტომ რომ მე მქონდა მაშინ მყავდა პაპარაცთა ჯგუფი, ასე ერქვა და მყავდნენ გამომძიებლები, ჟურნალისტი გამომძიებლები, რომლებიც ყველა ამ გადაადგილებას და საკითხებს სწავლობდნენ. და $10,000 ექვივალენტს ლარებში მთხოვდნენ იეღოველები, რომლებიც თურმე შევიწროებულები იყვნენ იმისათვის, რომ პრეს-პრემიერი მართლმადიდებლური ჟურნალი იყო. და $10,000 ექვივალენტს ლარებში. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ საჯარო ბიბლიოთეკიდან ჩემი ჟურნალები, პრეს-პრემიერი ერქვა და ქვია, იმიტომ ვეღარ გამოდის პრეს-პრემიერი, რომ პრეს-პრემიერს 25,000 ლარით ჩამოუყვანა ეს მოსამართლემ, მადლობა მას. და თორე იმხელა ვალები 100,000-მდე ადიოდა თურქული ლოკანტების მფარველებისაგან და იცით ვინ მფარველობდა ამას? მაშინდელი საკრებულოს დეპუტატი, გვარი დამავიწყდა, მე ამ ყველაფერს ამოვიღებ და რადგან ასე სპონტანურად შემოვედი ახლა ეთერში, მე უკვე ამას ფაქტებით დავალაგებ. და ბიპი რომ ვახსენე წეღან ახალციხეში რომ ჩავედი, ბიპის ნაყიდი ქონდა ტერიტორია. მე იმ ტერიტორიაზე არ შევიშვეს, იმიტომ რომ კერძო საკუთრება იყო. ეხლა მელაპარაკებით მარტო არაბიზაციაზე, არც არაბები უნდა იყვნენ საქართველოში, არც თურქები. თურქეთმა იცით რა გამოაცხადა, ეხლა თურქი მესხების საკითხი ისევ დღის წესრიგში რო ჩადგა, რომ ცხონებულმა ანზორ თამარაშვილმა მთელი დოკუმენტები მომაწოდა თავის დროზე. ის იყო მესხეთიდან დიდი მიხეილ თამარაშვილის შთამომავალი გახლდათ და მან სწორედ აი ამაზე მითხრა, მე უკვე დეპუტატი იყო, როდესაც ეს დოკუმენტები მომაწოდა და მითხრა, რომ ისინი მესხეთში, მაშინ ახალციხეში საფაშოს დაბრუნებას ითხოვდნენ. ანუ მე თითქოს მესხეთი და განსაკუთრებით ახალციხე, სადაც მათი საფაშო იყო, მათი კუთვნილება გახლდათ. რაც შეეხება ჯავახეთს, მე აღარაფერი ამდენი ჩამოვთვალე ვიღაცეები და ჩვენ ნუ გვავიწყდება ჩვენი მეზობელი სომხები.
ისინი ხო ნამდვილი სომხები არ არიან. ისინი ხო დღევანდელი სომხები და ის ნამდვილი სომხები გადაშენებულები არიან, ხო? ესენი გათურქები, არ ვიცი, თურქების სისხლნარევები არიან, ხო? მათიდან შემოსული გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით კარტოფილი, რომელიც ჩვენ ხალხს წამლავს, იქიდან შემოდის მათი ეს გაუბედურებული საკვები პროდუქტები, სამაგერო ჩვენიდან გადის ძალიან გემრიელი კარტოფილი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები. ახლა ბევრი რო არ გავაგრძელო, კიდევ გითხარით რომ მე სპონტანურად შემოვედი ეთერში, ისიც არ ვიცოდი რა და როგორ უნდა მელაპარაკა. მოდით არა მარტო არაბიზაციაზე. არაბიზაცია ეს თითქოს ეხლა კულმინაციური მომენტია. მიშა სააკაშვილის მაინცა და მაინც ახლა ციხეში გადაყვანით ამ უფრო მნიშვნელოვან სიტუაციებს ხო არ ფარავენ. მოდით კარგად დავფიქრდეთ. ამ რაღაცა აგორებული თემით აქამდე ვერ გადაიყვანეს. აქამდე არ იცოდნენ რომ მიშა სააკაშვილმა საქართველოს სამშობლოს უღალატა თუ კი სამშობლო ერქვა მაგისთვის ამ საქართველოს. რატო მაგრამ სამშობლოს მუხლი მიშა სააკაშვილმა რო ამოიღო კონსტიტუციიდან, რატო თქვენ არ დააბრუნეთ ეს მუხლი? რატომ? ეს ხო ყველაზე მთავარი და აუცილებელი მუხლია. მაგრამ არა, არც თქვენ არ გაწყობდათ. არავის არ აწყობს ეს. თქვენისთანებს თორე ჩვენ გვაწყობს, ჩვენ გვჭირდება, ვინც ქართველები ვართ და ვისაც ძალიან გვტკივა. მე მაგალითად ასე დასახიჩრებულ, გაუბედურებულ თაობებს რომ ხედავ, რომელთაგან რა ვიცი მე, ჩემი შვილიშვილების ტოლია უმეტესობა, გული მტკივა. ჩვენც ვიდექით თავის დროზე მიტინგებზე, მაგრამ ჩვენი იდეა გქონდა, ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობას ვითხოვდით. ესენი რას ითხოვენ? არა რუსულ ოკუპაციას, არ არიან მარტო რუსი ოკუპანტები. ვინ არიან რუსი ოკუპანტები მაშინ, როდესაც მთელი საქართველო გადანაწილებული აქვს და რიკოთის უღელტეხილი საერთოდ რომ გაგვიჩანაგეს. მე მერჩივნა რომ მევლო 2 საათით მეტი, მაგრამ მეყურებინა იმ სილამაზისთვის. ცხონებულმა ალექსანდრე ჟღენტმა, რომელიც გახლდათ საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე 2004 წლიდან, რომელიც გახდა ცნობილი კინორეჟისორი და რომელიც ძალიან უცნაურად წავიდა ამ ქვეყნიდან, მან 2019 წელს მე და ჩემს მეუღლე ზაქარია როჭიკაშვილს დოკუმენტი მოგვაწოდა და ჩვენს ვებსაიტზე იყო გამოქვეყნებული. სამწუხაროდ ეს ვებსაიტი გამითიშეს გადაუხდელობის გამო, აღარ მქონდა საშუალება რომ გადამეხადა, სადაც მედო ეს ოფიციალური განცხადება, რომ რიკოთის უღელტეხილს ჯერ მაშინ სად იყო მშენებლობა პრინციპში იწყებოდა, ჯერ არც იყო დაწყებული, რომ ეს ნიშნავდა რიკოთის უღელტეხილის ასეთი სიტუაცია, რომელიც ამ დაუწო მიმგრევა და სიკვდილის გზა გახდა. რატომღაც სიკვდილიანობის კი არა, სიკვდილის გზა გახდა ეს რიკოთის უღელტეხილი, ეს გვირაბები, რაღაცა უცნაური საიდუმლოებით მოცული გვირაბები დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთსაგან დააშორებსო. რომ დასავლეთ საქართველო სულ სხვა ჯიშის ხალხს აქვს ნაყიდი, აღმოსავლეთ საქართველო სულ სხვა ჯიშის ხალხს. მე მეწოდება ჩემი საქართველო. მე არ ვიცი, იმაზედაც იყო მსჯელობა, რომ აკაკი წერეთელმა როგორ თქვა, ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო. საქართველო კი არ არის ფურთხის ღირსი. ფურთხის ღირსი ხარ თქვენ. ვინც ყიდით საქართველოს. მე კი მეზიზღება ეს სიტუაცია, რომელსაც უბრალოდ სახელად მხოლოდ ჯერჯერობით ისევ საქართველო ქვია. მე არ ვიცი როდის გადაუკეთებენ მას სახელს. მოდით ამ პატარა რაღაცებს ამოგიკითხავთ და დაგემშვიდობებით, ისედაც დიდხანს გამყოფეთ ჩემთან. ბათუმის საზღვაო ნავსადგური 2015 წელი. ეს შეიძინა 2008 წლის თებერვალში სააქციო საზოგადოება ყაზტრანსოილიშვილობილმა კომპანიამ შეპესე ბათუმი ინდუსტრია ჰოლდინგმა და მან შეიძინა 100%-იანი პაკეტი. 59 წლით ბათუმის საზღვაო ნავსადგურის 59 წლით ექსკლუზიური მართვის
უფლებითა და ბათუმის ნავთობ ტერმინალის აქციების, როგორც გითხარით, 100%-იანი პაკეტი შეიძინა. ფოთის პორტს რაც შეეხება ამაზე მე ვცლად სხვა გადაცემაში გესაუბრები. ამიტომ მარტო იმას გეტყვით, ვინ რა შეიძინა. 2008 წელს ფოთის პორტის აქციების 51% და პორტის მართვის უფლება 59 წლიანი ვადით არაბულმა კომპანია რაკიამ შეიძინა. მოგვიანებით კომპანიამ პორტის აქციების დარჩენილი წილიც იყიდა და აქციების 100%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა. 2011 წლის aprილში რაკიამ ფოთის პორტის აქციების 80% დანიურ გიგანტს და მიშვილობილ APM ტერმინალს მიყიდა და პორტის მართვიდან გავიდაო. ახლა რაც შეეხება ასევე არის გააყიდული ჭიათურ მანგანუმი და სათაურად არის აი ასე ვინ ყიდულობს ასლარა ჯორჯიან მანგანეზის აქტივებსო. ჩვენ ამაზე ტელეკომპანია PKTV-ს ჰქონდა გადაცემა ჟურნალისტური გამოძიების მოკვლევა იყო დაწყებული და იმედი არის რომ განვაგრძობთ კიდე ამაზე მთელი აქციები იყო ამასთან დაკავშირებით მაღაროელთა გაფიცვები და აქციები რამდენადაც ვიცი ახლა უკრაინელმა კოლონოისკიმ თუ სწორად ვამბობ გვარს იმან იყიდა მანამდე სხვისი იყო ეს, მოკლედ ეს არ არის ახალი ამბები, ესე იგი განსაკუთრებულად საქართველოს დაყიდვა დაიწყო სააკაშვილის პერიოდში, რომელიც გრძელდება ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პერიოდში და ეხლა ატეხეს განგაში, ოღონდ ამასაც განგაში არ ქვია. თან ვითომ განგაშობენ და თან კიდე აძლევენ საოფისე ფართებს, ჯერ მარტო საოფისე ფართებს და ის მიწები რო არის გადაცემული და ყველაფერი, ეს ხო რაზეა საუბარი. რაც შეეხება აი ის არაერთგზის გავრცელდა სოციალურ ქსელში, აი ეს სააკაშვილის პერიოდში როგორ დაიყიდა საქართველოს სტრატეგიული ობიექტები, ემგურჰესი მიყიდული არის რუსულ კომპანია რაოესზე, ჟინვალჰესი ასევე ამ კომპანიაზე, შემდეგ რიონჰესი რუსულ კომპანია ენერჯი ინვესტზე, გუმათი 1 რუსულ კომპანია ენერგოპროზე, გუმათი 2 რუსული კომპანია ენერგოპრო, ლაჯანურჰესი რუსული კომპანია ენერგოპრო, შაუერჰესი რუსული კომპანია ენერგოპრო, ვარციხე 1 რუსული კომპანია ენერგოპრო, ვარციხე 2 რუსული კომპანია ენერგოპრო, ვარციხე 3 რუსული კომპანია ენერგოპრო, ვარციხე 4 რუსული კომპანია ენერგოპრო, ხრამი 1 რუსული კომპანია რაოესი, ხრამი 2 იგივე კომპანია, ხრამი 3 იგივე კომპანია, ხრამი 4 იგივე კომპანია, ხრამი 5 იგივე კომპანია. ყაზტრანსგაზ თბილისი რუსული კომპანია გაზპრომი, გაზის კომპანია იტერა რუსული კომპანია გაზპრომის შვილობილი კომპანია, შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა ალექსი რუსულ კომპანიას მიყიდეს გაზპრომის შვილობილ კომპანიას, მერე გარდაბნის მეცხრე ენერგობლოკი რუსულ კომპანია ინტერრაოს, გარდაბნის მეათე ენერგობლოკი იგივე კომპანიას, მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები რუსულ კომპანია ინტერრაოს, მადნეული რუსული კომპანია პრომიშლენ ინვესტ მიყიდეს, კვარციტი რუსულ კომპანია პრომიშლენ ინვესტ მიყიდეს, საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან რუსეთის რკინიგზას მიყიდეს, კომპანია ბილაინი რუსული კომპანია, აზოტი რუსული კომპანია პრომიშლენ ინვესტისა, გაერთიანებული ქართული ბანკი რუსული კომპანია VTB, ლუკოილ ჯორჯია რუსული კომპანია ლუკოილი, ზესტაფონის ფერო პრომიშლენ ინვესტიცია რუსულ კომპანიისა, ელმავანშენებელი ქარხანა დემა კომპიუტერის არის, ასევე რუსული კომპანიის, არამიანცის საავადმყოფო, ანუ ქალაქის პირველი საავადმყოფო რუსულ კომპანია ბატუსს ეკუთვნის, თბილისის წყალი რუსულ კომპანია Water and Powers ეკუთვნის. აქვე მაქვს ასევე იმის ბენდუკიცის პერიოდში რეები დაიყიდა საქართველოში, აქ ძალიან ბევრი მასალები მაქვს და ამიტომ ვცდილობ რომ აქა-იქა წავიკითხო, ისე ფოთის პორტი გადავიდა როგორც გითხარით
აი ამ გრუპის ხელში, მოლერ მაიერს გრუპის ხელში გადავიდა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების უმსხვილესმა ეს წაგიკითხეთ უკვე და შემდეგ არაბულმა რაკინმა ფოთის პორტის 51%-იანი წილი 59 წლიანი მართვის უფლებით 2008 წლის აპრილში იყიდა. მოგვიანებით კომპანიამ აქციათა 59%-ით შეისყიდა. სულ არაბებს პორტი 155 მილიონი დოლარით დაუჯდათ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, რის გამოც რაკიას პორტი გადაეცა, ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობას ითვალისწინებდა. რაკ ჯგუფი აცხადებდნენ, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში კომპანიამ 2008 წლიდან სერიოზული ინვესტიციები განახორციელა, თუმცა თავისუფალი ზონის გახსნა უკვე მეშვიდედ გადადო. მე ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არაბული კომპანია რაკია ფორტის პორტიდან გადის, ჯერ კიდევ 2010 წელს გავრცელდა. მაშინ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჰაატერ მასადმა ღიად აღნიშნა, რომ პორტის აქციები საერთაშორისო ბირჟებზე გატანა იგეგმებოდა და შემდეგ უკვე როგორც გითხარით ეს იყიდა 155 მილიონ დოლარად იყიდა, როგორც თავშივე აღნიშნე, ფოთის პორტი და ესე იგი კახა ბენდუქიძემ დაყიდა. ბევრს რო აღარ აქ ამერია უკვე სად რომელი მნიშვნელოვანი ობიექტები გაყიდა კახა ბენდუქიძემ. შეგიძლიათ ესენი მე ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ შემდეგ სხვა გადაცემაში. კახა ბენდუქიძე უკვე ვიცით რომ დიდი ხანია გარდაიცვალა და წარმოიდგინეთ ჯერ კიდევ როდის იყო დაყიდული საქართველოს სტრატეგიული ობიექტები და რა თქმა უნდა ის მიწები, რომელზედაც ეს სტრატეგიული ობიექტები იმყოფებიან, აბა ახლა ისე რა ჯანდაბად ჭირდებოდათ თუ ის მიწაც არ იქნებოდა მათთან ერთად. მადნეული თბილისის წყალი თელასი და მათთან მიბმული ენერგოსადგურები, ასევე კვარციტი, ფეროშენადნობთა კარხანა, აზოტი, ტრანსგაზი, ელმავამშენი, საკომუნიკაციო სისტემები და ასე შემდეგ. მოკლედ იგივე გლდანის ტბის თემებზე მუშაობდით ჩვენი ტელევიზია და მინდა გითხრათ, რომ გლდანის ტბაც, რომელიც არის ხალხის კუთვნილება, კერძო კომპანიის არის, ასევე და არა ქართული, იმიტომ რომ ის ქართველი, ვის მფლობელობაშიაც არსებობს თითქოს ეს მიწა, არის როგორც მითხრეს და როგორც ამბობენ, არაქართველთან თანაცხოვრებით, თუ არ ვიცი ახლა ვინ არის ძოლია რაც არის, ყოველ შემთხვევაში არაქართველი არის ის ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი. რაც შეეხება იგივე თქვათ იმაზე ქვემოჭალაზე საუბრობდით ხოლმე ჩვენს გადაცემებში, ქონდა ჟურნალისტური გამოძიება, სხვათა შორის ჩვენი ტელევიზია იყო ერთ-ერთი პირველი ტელევიზია, რომელმაც ამაზე ხმა მოიღო და როდესაც სასამართლო პროცესი ქონდა, ჩვენი ტელევიზია ედგა მხარში იმ ადამიანებს, რომელსაც ვაჟა ოთარაშვილი და ქალბატონი თინა გახელაძე, რომლებიც ამის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ანუ ქართული სოფლების არაბიზაციის წინააღმდეგ, ტერიტორიები რომ იყიდეს არაბთან თანაცხოვრებაში იყო ქართველი ქალბატონი, რომელსაც სურდა რომ პრივატიზაცია მოეხდინა აი ამ მიწებისა და კასპის რაიონზეა საუბარი და ეს არის მხოლოდ პატარ-პატარა ამბები, რასაც მე თქვენ გიყვებით, თორე საქართველოს ყველა ტერიტორია, რომელი კუთხეც გინდათ აიღოთ, ჩემი ბიძაშვილი პირადად მამუკა სესიაშვილი, სტუდია გუთანის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც 2014 წელს დაიღუპა, იცით რის გამო დაიღუპა, რომ მასთან მივიდნენ არაბული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც
თელავის რაიონის მიწებზე იყო მაშინ საუბარი და მამუკა მაშინ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა, ჩემზე 4 წლით პატარა იყო მამუკა და შეთავაზეს ძალიან ბევრი მილიონი იმისათვის, რომ მას მონაწილეობა მიეღო და ეს უამდგომლა ამ მიწების მიყიდვაზე მათთვის, ანუ არაბებსა და ინდუსებზე. მაგრამ მამუკამ ამაზე რა თქმა უნდა როგორც გულით და ჯიშით ქართველმა უარი თქვა, რის გამოც მას დაემუქნენ და უთხრეს რომ ის ისე გაქრებოდა ამ ქვეყნიდან, ის ისე წავიდოდა ძალიან მალე მოკვდებოდა, ანუ ისე გაქრებოდა ამ ქვეყნიდან რომ ვერაფერს გაიგებდა და მართლაც მამუკა ისე გარდაიცვალა რომ დიაგნოზი მას თუ რა ჭირდა, რითი იყო მოწამლული, ვერ დაუსვეს და ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, თუმცა მამუკას მანამდე ჰქონდა შეტანილი სასამართლოში, თელავის სასამართლოში ეს საკითხი, მიწების საკითხი და მის პანაშვიდზე, ანუ სანამ გავასვენებდით, დარეკეს სასამართლოდან რომ მან ეს პროცესი მოიგო, როგორც კი გაიგეს რომ მამუკა გარდაიცვალა, ეს მიწები ისევ დაიყიდა, ასე რომ ძალიან ბევრი ადამიანი, გულისხმიერი ადამიანი შეეწირა ქართული მიწების, ქართველების განადგურების საკითხებს და მოდით თავი დაგვანებეთ რა ქართველებს. მოგვეცით საშუალება, რომ ჩვენი მქონდეს, ჩვენს მიწაზე დაგვაყენეთ რა. მაგრამ არა, ოაზისია საქართველო. ულამაზესი ოაზისია მართლა, ღვთისკურთხეული ქვეყანაა საქართველო. წყალი ჩვენ უმდიდრესები ვართ წყლით, მაგრამ წყალი გაყიდულია. მზის ენერგიით უმდიდრესები ვართ, მაგრამ მოდით აი ასე ვიტყვი, მზეც გაყიდულია. ყველაფერი გაყიდულია. ხეებს, პარკებს, უკაცრავად ტყეებს ჭრიან. ტყეებში ხანძარი ჩნდება. იმისათვის რომ მათ ეს ტერიტორიები ჭირდება. მერე ვიღაცები ისაკუთრებენ, მერე ვიღაცებს ჯიბეში მიაქვთ ამისი ფული. ხალხო, დასკდებით ამდენი გაწყომისგან. ცოდვები ხართ. გავიხსენოთ მულტფილმი კომბლე. იყო ასეთი მეფე, რომელსაც არა უпростоრეთ სიზმარა, ხო? სულ ვირთხები და ვირთხები ესიზმრებოდა. სულ ვირთხები და ვირთხები. და მერე იყო გაუმაძღარი მეფე კიდევ, რომელსაც ჭამადასმა ძალიან უყვარდა. მაგრამ ვერავინ ვერაფერი ვერ წაიღო აქედან. ცოდვები ხართ, მე ძალიან მეცოდებით. მაგრამ განსაკუთრებით ჩემი თავი მეცოდება, იმიტომ რომ მე აღარ ვიცი სად ვცხოვრობ. უბრალოდ სახელად საქართველო, რომელსაც სინამდვილეში ინვალიდთა თავშესაფარი ქვია. ინვალიდი არ ნიშნავს მარტო ეტლს მიჯაჭვულს. სულით ინვალიდი ადამიანი ყველაზე ცოდვა. ის ძალიან დაჩაგრულია, რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს, როცა ზიზღის გუნდი დაყვება უკან, ჩათვალე რომ ყველა ის საცოდავი ხარ ამ ქვეყანაზე. გაგიმარჯოთ ქართველებო და ვიბრძოლოთ იმაზე, რომ დაგვებრუნებინოს ჩვენი სამშობლო. აღარ დავიძინოთ ემიგრანტებო, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მისმენთ, ძალიან გთხოვთ, რაც შეგიძლიათ. რაც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. როგორც შეგიძლიათ რომ თქვენს მიწას დაეხმაროთ, თქვენ სამშობლოს დაეხმაროთ, ისე დაეხმარეთ, ფული არაფერი არ არის. აქ გამაგრებაა საჭირო, ქართველების გამაგრება. მე არ ვიცი აქ რომ ჩამოხვიდეთ, მე არაფრის საშუალება არ მაქვს რომ შეგვპირდეთ დაგასაქმებთ მეთქი, სად დაგასაქმოთ მე თვითონ დაუსაქმებელი ვარ. მაგრამ მიწებს დაუბრუნდეთ რა, თქვენს ტერიტორიას. ხალხო, ჩვენ თუ არ გავამაგრეთ ეს მიწა, გადაგვივლიან. ძალიან გთხოვთ, უკვე რასაც ჩვენ ვიტანთ აქ, განა ჩვენ არა გვყავს ოჯახები, რასაც ჩვენ ვიტანთ აქ, ვუძლებთ. ხო ხედავთ ყოველი დღე სიკვდილის დღე არის. დღეში რამდენი ახალგაზრდა იღუპება, რისთვის შემოყარეს ეს მოტოები, რატო დაასაქმეს ეს ახალგაზრდები. ამ მოტოებზე ამათმა ხო არ იციან მათი მართვა და კალიები ვით დახტიან.
ეს კიდევ სხვა თემა, ძალიან ბევრი თემა არის. ახლა კიდევ მუნი და ეპით საშიშროება. ეს კიდე სხვა თემა. ჩვენ ამაზე ქალბატონმა ლიზი ელისაბედ კუჭავამ, რომელიც უძღვება ტელეკომპანია PKTV-ს სამედიცინო გადაცემას, ამაზე უკვე ეპიდემიოლოგ თამარ შაქარაშვილთან ჩაწერა და სულ მალე ნახავთ ამ გადაცემას. მე არ ვიცი, შეიძლება თავიც მოგაწყინეთ, შეიძლება აქა-იქა რაღაც ყველაფერი მინდოდა მეთქვა, არ ვიცი რამდენად გამომივიდა ეს ეთერი. მაპატია თუ ისე ვერ გამომივიდა როგორც საჭიროა, მაგრამ მთელი გულწრფელობით იყო. აი ეს ნათქვამი, რაც ვთქვი, ყველაფერს მინდოდა შევხებოდი, მაგრამ არ ვიცი რა გამომივიდა. ნახვამდის მშვიდობიან დღეებს გისურვებთ, თუ კი ელოდება საქართველოს მშვიდობიანი დღე, მაგრამ ვიცოდეთ, რომ რაც გულწრფელად ვილოცებთ, თუნდაც ერთ სიტყვას, აი ერთ ფრაზას, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალენ მე, მამა აისის ფილმი რომ გადის, ყოველ საღამოს ვუყურებ. მადლობა იმათ, ვინც ეს გაახმოვანა და ვინც აი ამის ტირაჟირებას ახდენს საზოგადოებისთვის. იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია და მე ძალიან მინდა ჩვენს წმინდანზე, მამა გაბრიელზე იქნას გადაღებული ასეთი სტილის ფილმი. ჩვენ უამრავი წმინდანი ყავს საქართველოს, რომელთა იმედი უნდა გქონდეს. დაგვიფარე, ჩვენ მფარველო ანგელოზებო და უფლის შეწევნით გვეულოს ხალხო. ნახვამდის მე გავხდი ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი, მომავალ შეხვედრამდე პირდაპირ ეთერშიათ სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა გადაცემაში. ნახვამდის.